მამისა და დადისა და სულის და წმინისა და გილოცავ ყველას ბიშობის სასწაულია და კიდე არის გიორგი და იოანე ღირსი მამების სენების და ბეთანიელების საცხოვრებდა მე-20 საუკუნეში და ერთ-ერთი მათ შორის იყო მამა ბასილი, რომელიც ისე სცემეს, რომ ცოტა ხანში გარდაიცვალა, მოძღვარი იყო და ფიცხელა. და გავიხსენოთ რა გადაიტანეს მოწუნება 70-იან წლებში. ბევრ აზრების, დახვეწა მოწუნეების. ჩემ დროს უკვე მე-67 წლს აღარ იყო ეს ბევრ დანგრევა, მაგრამ შინაარსი არ ვიცოდი ბიბლიის მოწუნე ვიყავი ბავშვებიდან და ახლა მადლობა რა მეხარია რომ მოწუნეს გვაქვს არჩევანის საშუალება შეიძლება წავიკითხოთ ფიშობის ცხოვრება და ფიშობელი 3 წლიდან 14 წლამდე იზრდებოდა სასულიერო სემინარიაში სასწავლებელში და ეს წმინდა წერილი ჰქონდა მარტო ებრაელებს და თავისი და ებრაელები კიდე ელოდებოდნენ მესიას მეთქი ხო ხედავს ანძებს და თავისი და დაეცია და შეგვეძინა ღვთისმშობელი ჩვენზე კიდევ რა თქვენ მე რომ საქართველოს გავწინდება აი გავიხსენოთ 60 იმას ანიშნავს რომ ქართული ხარ და ახლა ყველაფერი ბილეთი გასამოთხეში ამის მაგალითია 70 წელი ქართულ ენაზე უარყოფილი იყო მეტი როგორ თქვა რომ მეტი არის რომ გიჟიყავი და ჩამოჩენი ახლა კიდე ქართულ ენაზე ერთი 4 არხია მაინც რომელსაც ქვია ლიბერალური არხები სადაც ხდება სიძვა მოშობა ფიზიკურობის რეკლამა და მოიყვან ამერიკის მაგალითს ამერიკაში კირკია მონგოლი გვარად მოკლეს იმიტომ რომ ხადაგებდა რომ ხალხია კაცია და გერმანიაში კიდე 16 კონსერვატორები მოკლეს ერთ დღეში გარდაიცვალა ამით თქვა მინდა რომ მარტო ტერიტორიების გამო კი არ ხდება ომი ხდება იდეოლოგიური ომი აი კომისთან რა გააკეთეს ათეის ხადაგებდნენ და მოწინააღმდეგეს ხვიდავდნენ და დაზებს ანგრევდნენ ახლა ესენი ჩვენ ჯერჯერობით ფიზიკურად დაგვეხებიან, მაგრამ უკრაინაში ხო შეეხნენ, რამდენი ბერები, რამდენი მგლები დახვიდეს და ეგერ კირკის მაგალითია რომ და გერმანიის რომ ფიზიკურად ეხებიან, მაგრამ ძალა რო კონდეთ. მაგრამ ეს ღმერთის ხელშია ყველაფერი. აი 12 მოსუგვიდან 11 ეძამა. ასევე ქართველების ერთ დღეში 100 ეძამა ხიცეწმენის გამო, ერთ დღეს 6000 გარეჩი და შვიდად ჩვენი წინაპრები ქართველები ეწამებოდნენ ხიცეწმენის გამო. დღეს კიდე რატო დადგა? რაც სახარებაში წერია, აქეთ ჯვარი, აქეთ პური. აი შიმშილობის გამო ზოგ სულიერი აზროვნებაა დაკარგული. ჩვენ გვიწერია ლოცვა მტრისთვის. მაგრამ რას იცავ, ტერგი ვარდა და სანამ არ იქნება მეორე მოსვლა, ჩვენ ყოველთვის ვეყოლება ფიზიკური მტერი, მი ტერიტორიას გვერდნით. სულიერი მტერი მის უზნეობას გადაგებს. მაგრამ რას ნიშნავს გიყვარდებს ტერიშენ იმას ნიშნავს რაც ავიღოთ პავლე მოციქული ქრისტიანებს კლავდა დევიდა და გახდება მოციქულთა თავი ავიღოთ კიბრიანი ჯადოქარი დევმოძანის იყო ისეთი ჯადოქარი იყო რომ ჯადოქრობით მოყავდა ყინვა თოვლი ქარიშხალი და იუსტინას ლოცვით გახდება დევმოძანი ასევე ვიჯახების საყრებს ვაკუთხებ ძალიან ბევრი შემთხვევებია რომ ჯადოს ხედავენ და იმ ჯადოს ვარ აკეთებენ ასვიდან ჩამოსხლები და წევრობიდან აკეთებს მეზობელი ახლობელი ნათესავი. მაგრამ შენ იგი ბოროტებით ვერ დაამარცხე. თუ ილოცებ, რატო აკეთებს ადამიანს ჯადოს, იმიტომ რომ მაშინ არა ღმერთი. რატო კლავს კირკის ან სხვას, ან გერმანიაში 11 დრო გარდაიცვალა. იმიტომ რომ ღმერთი არა, დოზე ღმერთი არა მაშინ. ესე იგი მოწუნე გძურს იმას მოწუნე გძურს და ეს მაგრამ დღეს ესე იგი სიზული შეგვობილი ხო პავლე მოციქულის შეიძლება გახდეს მოციქულთა თავი და ამიტომ უნდა გვასწორდეს რომ ჩვენი მტერი მარტო არის უხლავი მტერი. როდესაც ქვია სატანა და ბოლოდის სულები და რითი შეიძლება დავამარცხოთ. ნათქვამია სასუბეველი სადა იწულების ლოცვით, მარხვით, აღსარებას, იარების საერთნოთი და მადლობა ამენსო ჯეჯობით ამის საშუალება საქართველოში გვაქვს. ჩვენთან არის მერტი